ძალიან აქტიურად დადიხართ რეგიონებში, შეიძლება თუ არა ეს მივიჩნიოთ რაღაც საარჩევნო კამპანიის წინა მოთელვითი სამუშაო. ვინაიდან ფლად კამპანიის დაწყების დრო არ არის ამიტომ. დიახ. მოგესალმებით დიანა, მივესალმები ტელემაყურებელს, დიახ, თქვენ სწორად აღნიშნეთ. ლელო ძლიერი საქართველო აგრძელებს მოძრაობას და მოგზაურობას მთელ საქართველოში. ეხლა მე მოგესალმებით რაჭიდან, ამბროლაურის რაიონიდან, სოფელ ნიკორწმინდის მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც იმართება ტრადიციული ტურნირი, ტრადიციული შეჯიბრი ცხენოსნობაში. აქ არის ჩამოსული საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მხედრები, სხვადასხვა ცხენსაშენებიდან, სამეგრელოდან, გურიიდან, ლეჩხუმიდან, სვანეთიდან, ადგილობრივები ბუნებრივია, ასევე სხვადასხვა რეგიონებიდან, ყველას ვერ ჩამოვთვლი შორს აგვიყვანს. ეს არის საკმაოდ ისეთი ლამაზი დღესასწაული, ტრადიციული დღესასწაული და ლელო ძლიერი საქართველო არაპირველად უკვე მე რამდენად არის გარკვეულ ჩართულობაში ამ ღონისძიებასთან, ხელს უწყობთ ამ ტიპის ღონისძიებების ჩატარებას და გადავწყვიტეთ, რომ უშუალოდ მიგვეღო მონაწილეობა ამ ღონისძიებაში. რაც შეეხება თქვენს კითხვას, არის თუ არა ეს გარკვეული გამოხატულება იმისთვის, რომ არის მზაობა წინა საარჩევნო პერიოდისათვის. საერთოდ პოლიტიკური პარტია მუდმივად უნდა იყოს ამ მზაობაში. ლელო ყოველგვარი არჩევნების მოახლოების გარეშე ისედაც მუდმივად მოძრაობთ საქართველოს ტერიტორიაზე და მხოლოდ ტელეეკრანებიდან და მხოლოდ სტუდიებიდან აქტიურობა ნამდვილად არც საინტერესოა და არც მიმზიდველი საზოგადოებისათვის. ამიტომ ჯობია ახლოს ვიყოთ ხალხთან, სიხარულშიც, სამწუხაროდ პრობლემებშიც და ამ ფორმით უწყვეტი კომუნიკაცია ვიქონიოთ მათთან. დიახ. დიდი დრო ძირითადად თუ მთელი დრო არა, ბოლო 2 წლის განმავლობაში მიაქვს დისკუსიას იმის თაობაზე, საჭიროა თუ არა არჩევნებში გასვლა, არ გასვლა, როგორ უნდა იყოს ოპოზიცია წარმოდგენილი, რომ ეხლა პროტესტი ვაღიაროთ თუ არ ვაღიაროთ, პროტესტი უნდა მივიდეს ბოლომდე თუ არ მიტანო. ძირითადი სადისკუსიო თემა მაინც უკავშირდება რა გზა და სტრატეგიები და ტაქტიკები უნდა აირჩიოს ოპოზიციამ და ზოგადად როგორ მიდის პროცესი და ასე შემდეგ. რამდენად არის აი ამ კომუნიკაციის დროს ხალხთან, აი რამდენად არის ეს მათთვის გასაგები, ადვილად ახსნადი, რამდენად ხედავენ საკუთარ თავს ამ ტიპის დისკუსიებში. დიანა, როდესაც ლელო თავის პოზიციას აფიქსირებდა და აფიქსირებს და მომავალშიც დააფიქსირებს არჩევნებთან დაკავშირებით მონაწილეობა არ მონაწილეობას გულისხმობ, გულწრფელად გეტყვით, რომ ეს ყველაფერი არის იმ განწყობების გამოძახილი, რასაც ჩვენ ვიღებთ აი აქ მოსახლეობასთან და თქვენ ხედავთ ეხლა, რომ საკმაოდ მრავლად არიან არა მხოლოდ რაჭველები, როგორც უკვე გითხარით, არამედ სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ადამიანები და ჩვენი პოზიცია მნიშვნელოვან წილად სწორედ მათი მოსაზრებებიდან არის ნაკარნახები. რაც შეეხება რა უნდა ვქნათ არჩევნებთან დაკავშირებით, მე მგონია, რომ ლელომ ამ კითხვას პასუხი ჯერ კიდევ 1 წლის წინ გასცა, როდესაც ვითომ ნაწილობრივ ბოიკოტიზირებულ სიტუაციაში ჩვენ მივიღეთ საკმაოდ თამამი და არც თუ მარტივი გადაწყვეტილება ჩავერთეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და თუ მანამდე ადგილობრივ საკრებულოებში ლელოს ყავდა მხოლოდ 26 საკრებულოში თავის წარმომადგენლობა, დღეს 57 საკრებულოში ლელო არის წარმოდგენილი. მართალია მოკრძალებულად, მართალია იმ გავლენით ვერ აღჭირდება ხელისუფლებაში რომელზეც ჰქონდათ გახლა, იმიტომ რომ უფრო მაღალ შედეგზე თქვენ პოლიტიკური პარტია. რაც შეეხება ეს არის სტარტი, ეს არის ფინიში, ბუნებრივია, რომ არჩევნები არის ყველაფრის შეფასების ერთგვარი შეჯამება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მაშინ როცა თითქოს ჰორიზონტზე არ ჩანს არჩევნები, ყოველ შემთხვევაში მორიგი არჩევნები, ჩვენ ამ გზას პრინციპულად ვადგავართ და დავადგებით მომავალშიც. გასაგებია, რომ კითხვები ისმება სამართლიანობასთან დაკავშირებით, გამართულობასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, მაგრამ მე მithქვამს და ვამბობ, რომ
საქართველოში 1990 წლიდან დაწყებული 4-ჯერ შეიცვალა ხელისუფლება, მათ შორის ერთხელ სამხედრო გადატრიალებით, რომელიც ანგარიშში შესატანი ნამდვილად არ არის და სამაგალითო ნამდვილად არ არის, ეს იყო უბედურება, მაგრამ დანარჩენ სამ შემთხვევაში ხელისუფლებები შეიცვალა სწორედ არჩევნების გზით. არც CSKO იყო უკეთესი, არც არჩევნო გარემო იყო უკეთესი, არც სადამკვირვებლო მისიები იყო რამე განსაკუთრებით გაუმჯობესებული და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც ხალხთან ურთიერთობით პოლიტიკური პარტია იღებს მკაფიო უმრავლესობას, ეგრეთ წოდებულ დამთრგუნველ უმრავლესობას ხელისუფლებაზე, შედეგი დადგება აუცილებლად. ამიტომ ალტერნატივა არჩევნებს არ აქვს ჩვენთვის. თუ ვინმესთვის არის ალტერნატივა ცხადად გამოხატული, სიამოვნებით მოვისმენდი მას, მაგრამ ყველას პასუხი ბოიკოტის მერე წერტილი ისმება და ვერავინ პასუხს ამას ვერ აძლევს, თუ არა არჩევნები, მაშინ როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. ამიტომ პასუხი გაცემულია 1 წლის წინ, პასუხი შენარჩუნებულია დღესდღეობით და პასუხი დარჩება იგივე, რა თქმა უნდა, ინტენსიური ურთიერთობებით ჩვენს მომრჩეველთან, ჩვენს ხალხთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მამუკა, თქვენ ალბათ გესმით ის დისკუსია, რომელიც არის ტელევიზიების სტუდიებში, არამედ აქ, სწორედ აქ. ეს არის დღეს არის საერო დღესასწაული, ძალიან ლამაზი დღესასწაული, აქ არის ბევრი ხალხი ჩამოსული და სწორედ მათთან კონტაქტის საფუძველზე გეუბნებით იმას, რაც ახლა თქვენ მოისმინეთ და მოისმინათ თქვენმა ტელემაყურებელმა. მამუკა, თქვენ ალბათ გესმით დისკუსია, რომელსაც თუნდაც ახლა შემოსული ხალხი მიმართავს პოლიტიკაში, რომ უნდა არჩევნებს აზრი დაუბრუნდეს, რომ უნდა ჩამოვწეროთ როგორი ან შევთანხმდეთ უნდა ოპოზიცია პრინციპებზე, როგორი არჩევნები მიგვაჩნია სამართლიანად და არა დეკორაციულად. თქვენ მესმის, რომ გადაწყვეტილი გაქვთ საარჩევნო გზა, მაგრამ რაიმე ფორმით მიიღებთ თუ არა ამ დისკუსიაში მონაწილეობას? ბუნებრივია ჩვენი პოზიცია გვაქვს საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, მაგრამ ეხლა გაშლა ამ თემისა რა მიგვაჩნია უპირველეს ყოვლისა მისაღწევად, რა არ მიგვაჩნია და ასე შემდეგ, ცოტა საცხენოსნო დოღიდან პოლიტიკურ დოღზე საუბარი ცოტა უადგილოა მართალი გითხრათ. თუმცა გეტყვით ერთ რამეს, რომ რა თქმა უნდა საარჩევნო გარემო საჭიროებს გაუმჯობესებას, მაგრამ ვერც ერთი თუნდაც ძალიან ლეგიტიმური და ძალიან გავლენიანი მოთხოვნა ვერ იქცევა ჩვენის მხრიდან პირობად არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ისევ ვიმეორებ, არანაკლებ ცუდი საარჩევნო გარემოები ყოფილა 90 წელს, 2003 წელს, 2012 წელს, მაგრამ ხელისუფლებები იქნა გასტუმრებული. ამას ჭირდება ინტენსიური მუშაობა ქალაქებში და სოფლებში და შედეგიც არ დააყოვნებს. რაც შეეხება ჩართულობას ამა თუ იმ დისკუსიასთან დაკავშირებით, ბუნებრივია ჩვენი პოზიცია გვაქვს, ჩვენ მას არ ვმალავთ, ჩვენ შეგვიძლია ეს გავანდოთ ყველას, ვისაც ეს ხედვები აინტერესებს, მაგრამ ეს დისკუსია ვერ იქნება დისკუსიისთვის. ეს დისკუსია ვერ იქნება, როგორ გავამყაროთ ჩვენი პოზიცია არ მონაწილეობასთან დაკავშირებით. ყველა ის პუნქტი 6 პუნქტიანი იქნება, 8 კითხვა იქნება თუ ასე შემდეგ, ემსახურება, როგორ ვთქვათ, უარი არჩევნებში მონაწილეობაზე. ამ ნაწილში ლელო ვერავის ვერ გამოადგება თანამოაზრეთ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია. ხელისუფლება შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ არჩევნების გზით, ხოლო შედეგი შეიძლება დადგეს მხოლოდ ხალხთან ცოცხალი ურთიერთობის პირობებზე. ალტერნატივა ამ გზას ლელოსთვის არ გააჩნია.